მარიამი, იურისტი. ეკადემიაზე 39 წელი, ხატუნა 50 წლის, ხელოვნებათა ექიმი, სოციოლოგი. ქალებს სხვა მუხტი შემოაქვთ ყოველთვის პროტესტში. ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად ვიყოთ ძალიან მამაცები, ძალიან უკომპრომისოები და ასევე ძალიან ემპათიურები. მე მაგალითად ვარ მშიშარა, მაგრამ ყოფილა მომენტი რომ ვიფიქრია რომ ბოლომდე ვიბრძოლებ. მე არ მგონია ხალი გაჩერდეს, როცა მისი შვილს ემუქრება რამე, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნისთვის. სხვა შვილი ზოგადად ბრძოლაში ჩემს არ არსებობს. შვილი არის შვილი, რომელსაც მაქსიმალურად ეცდები რომ გადაარჩინო. ისე მგონი რომ უფრო თამამები ვართ. თუ ქალმა ბრძოლა გადაწყვიტა, უკან დამხევი არ არის. მამაც სურად იბრძვიან ქალები. პირადად ჩემი ოჯახიდან ნანა და მარინა სამარგულიანები 9 აპრილის მონაწილეები არიან, რომლებიც სასტიკად დახოცეს და ჩემთვის მათი ხსოვნა და მათი მაგალითი ყოველთვის იქნება პირველ ადგილას. ქალები იბრძვიან სიტყვით, იბრძვიან შიშველი ხელებით. ქალს აქვს იმის ძალიან დიდი ძალა, რომ თავის შვილს, თავის ახლობელს, თავის მეგობარს ესაუბროს, აუხსნას და ასწავლოს სიყვარული. ის გამამხნევებელი სიტყვები, რასაც ისინი ამბობენ ამ რთულ პერიოდში, ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი რაც გაგვაჩნია ქალებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ სიმშვიდე მოვიტანოთ რაღაცა რთულ სიტუაციაში ადამიანებისთვის აი აქ. საუბრით ვიწყებთ, ლაპარაკით ვიწყებთ, მოფერებით ვიწყებთ და აი დამთავრება საშიშია. არ შეშინდეთ. დედების თაობასაც ვეთყოდი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად დედები ნერვიულობენ ჩვენზე. ის თაობა, რომელმაც თავისუფლება მოგვიტანა, შეუძლებელია, რომ შვილებს უკრძალავდეს იგივეს. აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ჯერა წამს და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, რომ ვერ მოვიგოთ და არ მოვიგოთ. უნდა დავასრულოთ გამარჯვებით. სხვა გზა არ გვაქვს უბრალოდ. საერთოდ საწესო არ მინდა რომ დავრჩი აქ და ბოლომდე დავიცვა ჩემი ერთი პატარა მიწის მკვლელი წვერი.